თბილისში კონცერტების სერია სახელწოდებით ქართული კლასიკური მუსიკის აღამოები გაიხსნა, რომელიც გარდა დედაქალაქისა სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართება. ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისა და საქართველოში მცხოვრები მუსიკოსების გაერთიანების მიზნით კონცერტები 8 თვის განმავლობაში 6 ქალაქში გაიმართება. პირველ კონცერტს კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია მომასპინძლა. საკონცერტო სერიების ფარგლებში შესრულდება როგორც ქართულ კლასიკოს კომპოზიტორთა შედევრები, ასევე თანამედროვე ავტორების ნაწარმოებებიც. ძალიან მადლობელი ვარ თათალიჩელის, რომ როგორც ვიცი, მისი დიდი ხნის ოცნება ესე საჩუქრად ქართულ მაყურებელს განგვიხორციელა და გვაჩუქა ჩვენს შემსრულებლებსაც, მაყურებლებსაც. ძალიან საინტერესო პროგრამა შესრულდება არაჩვეულებრივი მუსიკოსების მიერ. სულ ვამბობთ იმას და ნამდვილად ვეთანხმები, რომ უდიდესია იმ მუსიკოსების როლი, ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ და საქართველოს სახელი ასეთ ფართო მასშტაბზე გააქვთ, მაგრამ არანაკლებია იმ ადამიანების მნიშვნელობა და ღვაწლი, ვინც საქართველოში დარჩნენ, საქართველოში ემსახურებიან ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით და დიდი თავდადებით თავიანთ საქმეს. ეს კონცერტები, ეს ფესტივალი ეძღვნება ქართულ კლასიკურ მუსიკას და ჩვენი ვალია კომპოზიტორების შემოქმედებითი კავშირის ყველა მონაწილის დასაკვირველი დიდი ინტერესია მაგაში, რომ გაჟღერდეს ქართული კლასიკური მუსიკა.